საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას. მომენატრა თქვენთან შეხვედრა. მეც მომენატრა სხვათა შორის. მომენატრა იმის გაჟღერება, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ რომელიმე თქვენგანი გახდეს მილიონერი. მოკლედ დღეს კიდევ ერთხელ უნდა მოუხმოთ ჩვენს იღბალს. ეს ჩვენ ძალიან დაგვჭირდება და გამოგვადგება, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ხელთ გიფყრიათ. ლოტოს 642-ის ბილეთები, რომელთაც უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი და ციფრთა კომბინაცია, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შემოხაზეთ. სწორედ ახლა უნდა გადავამოწმოთ და ვნახოთ გამოკრავთ თუ არა ხელს ისე თანხას როგორიც არის 553,075 ლარი მოკლედ. თქვენი სურვილები აუცილებლად რეალობად უნდა ვაქციოთ ჩვენ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამაში დღეს ჩვენი ლოტოტრონი აუცილებლად დაგვეხმარება და ზუსტად იმ ციფრთა კომბინაციას შემოგთავაზებს რომელიცაც თქვენ უკვე შეავსეთ თქვენი ბილეთები. ხო, ეს იმას ნიშნავს რომ მეორე საპრიზო კატეგორიაც უნდა აუცილებლად გავაჟღეროთ და ისიც ფანტასტიკურად გამოიყურება ზურა და ჟღერს კიდევ უფრო ფანტასტიკურად. აი, უკვე იცი როგორ არის, აი სად არის გათამაშება. 31,000 ლარში ადგენს დღეისდგომარეობის მეორე კატეგორია. მოდი, 793 ტირაჟი დავიწყოთ პოზიტივით, რომელსაც გამოუშვებთ თქვენსკენ და ენერგიები, რომელიც დაგეხმარებათ გადავინაცვლოთ პირველისკენ. ისე ემზადებოდი და ესეთი ტემპი ქონდა აღებული, რომ მეგონა ცეკვაცეკვიც გამიძღვებოდი, მაგრამ აი რაღაც შევცვალოთ. დღეს უნდა დაიკავოს მარჯვენა მხარეს. ნახოთ ახლა თუ იმოქმედებს თუ იქნება. კარგი, ვნახოთ. 3 2 1 და ისიც ჩვენი ფერად-ფერადი ბურთები. აბა, ბურთებო გაგვახარეთ და გაახარეთ ჩვენი ტელემაყურებელი. საინტერესოა რომელი ფერი გახსნის შენი აზრით? არ შეხედო, არ შეხედო. წითელი? წითელია არა. ლურჯი. ლურჯმა გახსნა ჩვენი ციფრების კომბინაცია, საკმაოდ დაბალი რიცხვით 3-ით დავიწყეთ დღევანდელი გათამაშება და ვნახოთ და 3-ს მოყვართ 18. აი ესე გვაქვს 3-ი და 18 შენი აზრით რა ფერი? 3-ის მოყვება ხოლმე ყვითელი და ვნახოთ დღეს რომ გაამართლებს. არა, ამ შემთხვევაში ყვითელი არა, ის მწვანე ფერის ბურთი შემოგვიერთდა 21 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი. დღეს ჭარბად, მე ასე მგონია. ან იქნებ ლურჯები არა ბატონო, ლოტოტრონმა წითელიო. შენი პროგნოზები არა მოხდეს. რა შენეტა საქმე 24 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი. და ველოდებით მეხუთე მომგებიანი ბურთი. აი მწვანე იჭარბებს მეთქი და 8 შემოგვიგორდა მწვანე და კვასკვა. ფორმაში ყოფილვარ ცოტა. თავს იწყნარებს ზურა. ნახოთ აბა რა იქნება. მეექვსე მომგებიანი ბურთი თუ თქვენ 34-იც ყავთ და ის 5 ბურთიც ყავდათ, რომელიც უკვე გავაჟღერეთ. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ბონუს რიცხვი ვნახოთ. ბონუს რიცხვი უკვე მოკალათ და თავის ადგილზე და ის გახლავთ 40. მოდი გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ ჩვენი ციფრების კომბინაცია. 18-ით ვაგრძელებთ. 21 24 შემდეგ 34 და 40 გახლავთ. ბონუს რიცხვი როგორ მინდა რომ ახლა მაჯრიამული იყოს. მე ძალიან მინდა და უერთები ამ სურვილს. აი როდესაც აქ ველოდები ჩვენ შედეგს და არ ვიცი ჯერ რა მოხდა, ვინ მოიგო, ვინ ვერა და ასე შემდეგ. მაჟღერებ ხოლმე სიტყვებს რომ ძალიან გვინდა ახლა ტელეეკრანებთან სადაც თქვენი მყოფებით იყოს ჟივილი, ხივილი, ბედნიერება, სიხარული, რაც თამდევია ხოლმე ლოტო 642-ის თავის ეს სურვილები არის ორმხრივი, გვენდეთ, გვერწმუნეთ, იმიტომ რომ არანაკლებ გულშემატკივრობთ ხოლმე ჩვენს და ზუსტად ამიტომ ვაჟღერებთ ხოლმე ყოველ სამშაბათს და პარასკევს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იმას, რომ თქვენი ოცნებები ახდეს. იმ შემთხვევაში თუ გინდათ გახდეთ ასეთი არაჩვეულებრივი თანხების მფლობელები, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს უკავშირდება ბილეთს, რომელიც აუცილებლად კვირაში ორჯერ მაინც უნდა გეჭიროთ ხელში, იმისთვის რომ იღბალს მოარტყათ მიზანში და გახდეთ ამ თანხების მფლობელები. ერთი ბილეთი დანარჩენი უკვე რაოდენობა თქვენზეა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. უпростоრად რამდენიმე გზა არსებობს ამისთვის. ელექტრონული ვერსიით შეგიძლიათ რომ ეწვიოთ საიტს www.loto.g და შეავსოთ თქვენთვის სასურველი ციფრებით თქვენი ბილეთები და გარდა ამისა კიდე საქმეები ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით გახლავთ ლოტოს ჯიხურები. ეს ძალიან კარგად იცით ერთგულმა მოთამაშეებმა ლოტო 642-ისა და შედეგები გვაქვს. მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ ბატონო 1326 ლარი. 3 ადამიანმა გაინაწილა სხვათა შორის და 442 ლარმა შეადგინა მოგებამ
ბილეთზე მესამე კატეგორია კი საპრიზო ფონდი ამ მხრივ ნამდვილად მზარდია, იმიტომ რომ 5715 ლარია და ეს იმას ნიშნავს, რომ პარასკევისთვის ის უფრო გაზრდილი დაგვხდება და ამიტომ მეტად მოინდომეთ, მეტად ჩაერთეთ, იაქტიურეთ და პარასკევს შევხვდებით, რა თქმა უნდა, თქვენ ბილეთებით ხელში და ჩვენ დანიშნულების ადგილზე. და კიდევ ერთი ჯადოსნური სიტყვები, იგებს ის ვინც თამაშობს. მოგება, რა თქმა უნდა, შეუძლია ყველას, მათ შორის თქვენც. დროებით. ბედნიერი საღამო.